ირანი მიწიდან იღებს მსოფლიო ნავთობის მოპოვების 4-დან 5%-მდე. ირანი ყოველთვის შედის ნავთობის მოპოვების ლიდერ ათეულში. ირანი მიწის ქვეშეთიდან იღებს მსოფლიო გაზის მოპოვების 6-დან 7%-მდე. ირანი შედის მსოფლიოში გაზის მოპოვების ლიდერ სამეულში. ირანი ერთ-ერთი ენერგორესურსების წყაროა როგორც ევროპის, ასევე ჩინეთისთვის. ენერგია არის ცხოვრების და წარმოების საფუძველი. ნავთობი ტრანსპორტის სათვალეა და ვერანაირი ელექტრომობილი ვერასდროს ჩაანაცვლებს ნავთობს. თუ ნახშირს კალბადების ნაკადი შემცირდება, ყველა პროცესი მცირდება, წარმოება იკლებს, ეკონომიკის ბრუნვა ეცემა. აი ეს სჭირდება ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს შეამციროს ირანიდან ევროპასა და ჩინეთში ნავთობისა და გაზის ნაკადი.